ბუტარობაქიძე, ისი მსხვერპლის გახდა ვაზაგაშვილი, ისი მსხვერპლის გახდა უამრავი ახალგაზრდა თუ უფროს თაობის წარმომადგენელი ამ წლების განმავლობაში და მთელი საქართველო გახდა აი ამ ტერორიზმის, აი ამ დაუსჯელობის, აი ამ თავნებობის მსხვერპლი და ბოლო იყო აგვისტო მე მიხეილ სააკაშვილის გასაგონას ყოველთვის გავიმეორებ აგვისტოს მოვლენებს და კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით გუშინ იქ პირველ არხზე გამოსვლის დროსაც საუბრობდი რომ მას ურჩევდი რომ ამას ომი არ დავაქვათ იმიტომ რომ ამ ომზე პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში ბრალი იქნება დაყენებული სწორედ სააკაშვილის მიმართ და ჯობია რომ ისევ მოვლენებზე ვისაუბროთ. და სწორედ აგვისტოს მოვლენები მე დაუბრუნდები არის შედეგი ბატონ დავით აი იმ ყველაფრისა რაც მაშინ მოხდა იქ ოქროყანის სასაფლაოზე და რომელსაც ჩვენ საკადრის პასუხი ვერ გავეცეთ. იყო რა თქმა უნდა დიდი წინააღმდეგობა და თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ რომ ვერ მოვახერხეთ და აი ამ დანაშაულს ვერ გადავაყოლეთ ჩვენ ხელისუფლება. თუ სააკაშვილი არა ვერ გადავაყოლეთ მანო მერაბიშვილი. რამაც მათ დაუსჯელობის გამცდა გაუჩინა და ამას მოყვა შემდგომ 7 ნოემბერი ჩერჩას და მოყვა 5 იანვრის გაყალბებული არჩევნები, 21 მაისის გაყალბებული არჩევნები და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმ ტრაგედიით, რომელიც აგვისტოში დატრიალდა საქართველოში. იმ უამრავი დაღუპული ახალგაზრდით, იმ უამრავი დევნილით, განადგურებული ქართული სოფლებით, დაკარგული ტერიტორიებით და არ ვიცი ხო თქვენ ალბათ ადევნებთ აყურს უკვე რა პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის ანექსია მისდის ეხა დელიმიტაციას და დემარკაციის კომისია შექმნეს ვიცით სადაც პირდაპირ აცხადებენ რუსული საიტები რომ როკის გვირაბი გახდება რუსეთის ტერიტორია აქეთ ამხრიდანაც და იქით ამხრიდანაც კოდორის მიმართულებით აფხაზეთის მიმართულებით მთელი რიგი სტრატეგიული ტერიტორიები უკვე არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები იქნება ეს იქნება პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიები მანამდე გადავეცით ენგუფესი ჩვენ რა გადავეცით სააკაშვილმა ეთყობა კაპიტულაციის აქტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ენგუფესის შუქება და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გამომართო რომ ამ საიდუმლო კრიმინალური გარიგებით რუსეთს გადაეცა ჩუმად მალულად ხალხისგან დაფარულად არა მარტო ენგუფესი არა მარტო იგამუშავებული ელექტროენერგიის დისტრიბუცია და ექსპორტი არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი და საქართველოს ტერიტორიის გავლის ტრანზიტი განხორციელდება მხოლოდ რუსული კომპანია ინტერეოს მეშვეობით. საქართველოს დაკარგა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. არადა მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო რომ დღეს თუ რაიმე სოფლიო პოლიტიკაში დაძაბულობა არსებობს თუ რაიმე კატაკლიზმები ხდება და ძირითადი პოლიტიკა საგარეო თუ საშინაო იგება დღეს ენერგეტიკაზე, ენერგეტიკულ ინტერესებზე და ბრძოლა ხდება მიმდინარეობს იმისთვის, რომ მაქსიმალური ენერგო დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ობამას კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო სწორედ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ამერიკის. ამერიკა საუბრობდა იმაზე, რომ მას არ აქვს საკმარისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. და საქართველოს სრულად გადასცა ყველაზე სახიფათო მოდით ესე ვთქვათ, სუბუქად მეზობელს, შვილად მეზობელს თავისი ენერგეტიკული პროგნოზირებას. აი, თქვენ ბაზანეთ და დინამიკაში რეტროსპექტიულად გვაჩვენეთ, რა მოყვა, როგორ მოყვა, მაგრამ მაინც დასაწყისი იყო ეს დრამა, ეს ტრაგედია შარდეზე და აი შემდგომი ეტაპები იყო საზოგადოების გამოფხიზლებისა და შეშფოთება აი ამ ფაქტით მე მახსენდება სიონისტ ტაძარში საღამოს ღამე იყო შეხვედრა ძალიან ბევრი წარჩინებული ქართველი იყო იქ სამხრეთი ეჭირა ყველას შემდეგ იყო ის სასამართლო მე ხომ მინდა ვთხოვ ჩემს პროდიუსერს რომ გაუშვას ის კადრები სასამართლოსი და მისი შემდგომი აი იმ პროცესი ის უკვე სხვა საქართველო იყო და პროპაიცით აი თავად საზოგადოება იზრდება თავად საზოგადოება თავის შეცდომებზე იზრდება და არ არის დღევანდელი საზოგადოება ისეთი რაც 3 წლის წინ იყო 5 წლის წინ იყო და მე მინდა ეს თუ კი არის საშუალება გთხოვთ ჩართოთ ეს ფირი სასამართლოს შემდგომი მსვლელობისა მე ვფიქრობ იქედან დაიწყო ქართული საზოგადოების რაღაც კონსოლიდირება და ბრძოლა სამართლიანი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ თუ გვაქვს საშუალება ჩავთვალოთ ეხლა და მე სწორედ აი ამაზე მინდოდა
კომპიუტერმა გაჭედა უნდა გვაპატიოთ. ერთ უსამართლობას მეორე უსამართლობა მოყვება და გრძელდება ეს სასამართლოში განსტილი უსამართლობა ქუჩაში გადმოიყვარა და ეს პროცესია მოდის მე ბოდის გიხდით კომპიუტერი გაიჭედა. აი არ ვიცი, ალბათ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ძალადობით აპირებდა და აპირებს ერთად საუბედუროდ მართვას და მე მგონი მათი კატასტროფაც ამის შედეგი იქნება თუ კი ექნებათ მათ კატასტროფა მომავალში. აი არ ვიცი, თქვენ საკმაოდ ესეთი გაწონასწორებული და ბოლო-ბოლო მემარჯვენეები ხართ. აი არ გიცდიათ ბატონ დავით თავიდანვე 2005 წლიდან 4 წლიდან დიალოგი დაგეწყოთ მათთან, ესე მართვა არ შეიძლება. ძალადობაზე და წყოლზე დამყარებული რეჟიმი ყოველთვის გაკოტრება. კონდათ თუ არა ან სურვილი ან ცდა რომ აი აგეხსნათ მათთვის რომ მათთვის ეს ფორმა 21 საუკუნისთვის გაუგეონარი არის. ნამდვილად იყო ესეთი მცდელობა. პირველივე დღიდან, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, გახსოვთ სააკაშვილის პირველი მოსვლა და ჩემი გამოსვლა ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული, ყოველგვარი შეურაცხყოფის და რაღაც ეთიკის ნორმების დარღვევის გარეშე და საპასუხო რეაქცია გამყრელიძემ გააჩვენა ხა ეს იყო სააკაშვილის სიტყვები ეს უზრდელობა შეურაცხყოფა დამცირება ცინიზმი რომლის მაგალითსაც იძლეოდა სააკაშვილი შემდგომ გადამდები იყო მთელი უმრავლესობისთვის და ხელისუფლებისთვის სისხლად ითვლებოდა და იჯებოდა თუ ვინმე რაიმე ტიპის დიალოგში შევიდოდა ოპოზიციასთან იმ ადამიანებთან ვინც გარკვეულ კრიტიკას ახდენდა მათი ქმედებების. რატო ქონდათ ესეთ ქედმაღლობა მათთან? რატო გიყურებდნენ ეს? მათ ესეთი დამოკიდებულება ქონდათ, რომ ერთი ნაბიჯი უკან ეს არის კატასტროფა მათთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან. მათ ყოველთვის ქონდათ ცდილობა, რომ ჩირქი მოეწყო და ჩვენი პროტესტი იგივე მოჭიდავეების აქცია რუსთაველზე. ეს იყო ასევე ჩვენი ცდილობა, რომ უსამართლობას, როდესაც ისინი მშვიდობიან ადამიანებს რუსთაველზე სცემდნენ, ჩვენ არ ჩავრეულვართ არც იმ სასამართლოში და არავის არ უთქვია, რომ სასამართლო პროცესზე რაღაც ფიზიკური წინააღმდეგობა იქ დავსწრეს საზოგადოებისგან, რაიმე გამართლებას იმსახურებდა, მაგრამ ჩვენ გავაპროტესტეთ, პირადად მე ავშფოთი, როცა ვნახე, თუ მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორ დაერია პოლიცია და სპეცრაზმი. და ამას მათ რაღაცა სხვა ის ინტერპრეტაცია მიცეს ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ, მაგრამ თავიდანვე ნათელი იყო, საითკენ მიდიოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ქონდა მცდელობა, რომ გვესაუბრა იგივე ამ გირგვლიანის ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა ჩატარებულიყო ძალიან ღიად გამჭვირვალეთ ეს გამოძიება, სასამართლო პროცესს უნდა გამოეტანა ობიექტური დასკვნა და ეს გარკვეულწილად სამართლიანობის ცნობას გააჩენდა. ეს და ძალიან ბევრი სასამართლო სხვა პროცესი, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან ეს იყო მათი პრინციპი და ნათელი იყო, რომ ეს ყველაფერი მიიყვანდა ქვეყანას ამ კატასტროფამდე. მათ ყველაფერი ააგეს პიარზე, პროპაგანდაზე, იმ ცრუ მოლოდინებზე, რომ ტერიტორიები დაბრუნდება, ქვეყანა გამთლიანდება, რომ სააკაშვილი არის აღმაშენებელი, რომ არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მესია მოვლენილი საქართველოში იმისთვის, რომ მან აღორძინოს და გააფრინოს იბერია და სამწუხაროდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ირწმუნა დაიჯერა და ყველაფერი შემდგომ გარკვეულწილად რაღაცნაირად აპატია თვალი დახუჭა საზოგადოებამ იმ უამრავ დანაშაულზე, იმიტომ რომ დანაშაული დაიწყო პრაქტიკულად ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს. როდესაც ძალადობა ფიქსირდებოდა ყველგან, უკანონო დაპატიმრებები, ეს ტელე დაპატიმრებები, ეს რაღაცა მასკი შოუები, ტელევიზიაში შევარდნები ყველას გვახსოვს ხო ის იბერვიზია ყველას ახსოვს ლუბა ელიაშვილის გადაცემები და ის მაშინ როდესაც ჩვენ იქ სულ რაღაც მე მგონი 50 კაცი შევიკრიბეთ პროტესტ ნიშნად როდესაც ტელევიზიაში ნიღბიანები შევარდნეთ ეს აპატია საზოგადოებამ და ჩათვალა რომ ესეა ეთყობა საჭირო აპატია ის